1-2-1-2-1-2. გამარჯობა. დღეს ყავს სტუმრად Honda Rebel 1100. ოღონდ არა უბრალოდ Honda Rebel 1100, არამედ DCT. Dual Clutch Transmission. ანუ იგივე ავტომატიკა. Honda Rebel-ის კლასი არსებობს დიდი ხანია უკვე, მაგრამ დიდი კუბატურა არ ყავდათ, თავიდან დაიწყეს 300 კუბიანი თუ არ ვცდები 1 ცილინდრიანი ძრავით, შემდეგ გაზარდეს ძრავი და გახადეს 2 ცილინდრიანი 500-იანი პარალელური ძრავი და 2021 წლიდან გამოუშვეს ეს დიდი და ან ძმა, არ ვიცი თქვენ მოტოციკლეტი როგორ ქალია თუ კაცია თქვენთვის, ჩემთვის ყოველთვის გოგო არის ხოლმე და გამოუშვეს 1093 კუბიანი ძრავით, რომელიც არსებობდა უკვე Africa Twin-ში. Africa Twin-ის ძრავი გადმოიტანეს და ანალოგიური ძრავი ჩადგეს, გაადიდეს ზომაში ეს პატარა Rebel-ი. რა თქმა უნდა, ცოტა შეცვლილი იქნება ძრავი, რომ ცოტა კრუიზერს დამსგავსებოდა და დანარჩენი კიდევ ძალიან სასიამოვნო სატარებელია. წინ გვაქვს 18-იანი საბურავი, 18-იანი დისკი ბოდიში, უკან 16-იანი. თუ ხედავთ კადრში, რამხელა სამუხრუჭე დისკები აქვს. წინა არის 333 მმ და უკანა არის 256 მმ. აქვს Nissin-ის სამუხრუჭე სისტემა, რომელიც არ ვიცი, ეხლა რაც ვიარე 5 დღეა დავდივარ უკვე. რაც ვიარე იდეალურად ამოხრუჭებს, საერთოდ არ არის საჭირო Brembo იყოს მაინც და მაინც, ან რამე კიდე სხვა. უკან გვაქვს შოუას ამორტიზაცია, საკმაოდ კომფორტული არის, პატარა სწორმასწორო გზაზეც სიარულის დროს არაფერი არ ხდება, კარგად დადიხარ, არ იგრძნობა როგორც სხვა ამ კლასის მოტოციკლეტებში არის ხოლმე ხშირად. გვაქვს LED განათება ქარხნულადვე თავიდან, არ გვაქვს კონუსი, იგივე სცეპლენია, კლაჩი, არაფერი არ არის, ავტომატურად შვება ამას. არ გვაქვს სიჩქარეებში რიჩაგი და უბრალოდ როგორც სკუტერზე და როგორც მანქანაზე დეში რო ჩააგდებ და დადიხარ, იგივენაირად ანალოგიურად დადის ზუსტად. აქვს კრუიზ კონტროლი, რომელიც საკმაოდ მარტივად ირთვება. ერთ ღილაკს დააჭერ და შემდეგ როგორც მანქანაზე არის ჩართავ ამ კრუიზ კონტროლს, სეტს დააჭერ და მე შეგიძლია მოუმატო და დააკლო სიჩქარე. ძალიან სასიამოვნოა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გვაქვს ხელის მუხრუჭი, იგივე რუჩნოი. იმიტომ რომ როდესაც ვქოქავთ, ეგრევე არის პირველ სიჩქარეში, მაგრამ არ გჭირდებათ კონუსის მოჭერა, არაფერი არ ქრება, პირველშივე აჩერებ, გახარ, გადაატრიალებ აქსელერატორს, მიდის. რადგან პირველში რჩება და თან ნეიტრალიც არის, ვერ ტოვებ სიჩქარეში, დაღმართზე რომ დატოვო, შეიძლება დაგორდეს და დაგივარდეს მოტოციკლეტი და ამიტომ დაამატეს ხელის მუხრუჭი, რომ ეგ აღიცილებინათ თავიდან. როგორც ხედავთ, მე ვარ 185 სანტიმეტრი, 184-185 ხასიათის მიხედვით. და ჩემი ფეხები ძალიან კომფორტულად დევს. მოტოციკლეტი თვითონ არის 233 კილო, რომელიც სიმძიმის ცენტრის დაბლა რომ აქვს, საერთოდ არ იგრძნობა. შეგიძლია ძალიან მარტივად დაბალ სიჩქარეზეც მართო. ძალიან სასიამოვნო სამართავი არის. თუ შევადარებთ ჩემს წინა ვიდეოებში გადაღებულ Harley Davidson 883-ს და Yamaha Bolts, ამასაც ანალოგიურად ფეხები აქვს შუაში, ფეხების დასადები, მაგრამ მათგან განსხვავებით აქ გვაქვს ისე რომ ფეხში არ მხვდება. ისინი უფრო აი აქ იყო, სადღაც აი ამ ადგილას იყო და საკმაოდ რთული იყო გაჩერების დროს წინ რო ფეხი წინ გედო ან უკან არა, ძალიან რთულად იყო, მან მოკლედ კომფორტულად დაждდომა რა. უკან გაწევისასაც ძალიან ფეხში მხვდებოდა რაღაცა, აქ უფრო მეტი ადგილი არის. ეს მოდელი არის 2022 წლის და 2025 წლის მოდელს კიდევ უფრო გაუწიეს, ოდნავ აი აქ არის 1 ინჩით, აი აქ არის გამოწეული და ეგ კიდევ უფრო კომფორტულია. თლად კრუიზერივით წინ forward controller-ი არ არის, მაგრამ საკმაოდ კარგი ადგილი აქვს ფეხის დასადების. გვაქვს 4 მოუდი, 4 რეჟიმი აქვს. ეს არის სპორტი, რომელიც
ამ ავტომატიკის შემთხვევაში არის ორიენტირებული იმაზე, რომ მოტორი ასე ვთქვათ, გაწუროს ბოლომდე და შემდეგ გადართოს. როგორც სპორტია ახლა და მაგიტო. სტანდარტი არის ორიენტირებული იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები დაგიწვას მოტოციკლეტმა და 13.6 ლიტრიანი ბაკით გაიარო 160 მილი 220-დან 230 რაღაცა ეგრე კილომეტრი, რომელიც რა ვიცი, საერთოდ არ არის 1100 კუბიანი მოტოციკლეტისთვის ცოტა. მესამე რეჟიმი არის წვიმის რეჟიმი და მეოთხე რეჟიმი არის უკვე შენი დაყენებული, შენ თვითონ უცითებ traction controls, შენ თვითონ უცითებ ABS, ყველაფერს შენ თაყენებ, როგორი სიძლიერით იყოს და როგორ გამოიყენო ეს ყველაფერი. ხო, ესე იგი გვაქვს traction control-ი, გვაქვს ABS-ი, რომელიც კარგად მუშაობს, გამომადგა გრუნტიან გზაზე გადავედი სპეციალურად რომ მენახარ ასისავდა და გადასარევად მუშაობს. ერთი შეხედვით ესე ვითომ შორიდან რომ შეხედავ, ცოტა დიდი გგონია, იმიტომ რომ საბურავი უკან 180-იანი აყენია, წინ 130-იანი. დიდი გგონია, მაგრამ დაჯდები და შეიგრძნობ, ძალიან სუბუქი მოტოციკლეტი არის რა. უკანაც მეჯდა ჩემი მეუღლე და რამდენი მოტოციკლეტზეც მჯდა რა, ეხლა ბევრ მოტოციკლეტზე ჯდა რა ჩემთან ერთად და მაინტერესებდა რამდენად კომფორტული იქნება და უკან ჯდომა. დიდად არ იყო კმაყოფილი, არ მოეწონა ახლა იმიტომ რომ ვადარებდით სტრაიკერს მაგალითად ძალიან ჩემ ტრიუმფს და ეს ჩემ ტრიუმფს ძალიან რბილი ამორტიზაცია აქვს, სტრაიკერს უფრო დიდი და განიერი დასაჯდომი მქონდა და მისაყუდებელი სისიბარიც უფრო მაღალი იყო და ზურგს კარგად დებდა. ხო და ცუდი არ არის, მაგრამ ცოტა მაღლა აქვს ფეხის დასადებები და ოდნავ არაკომფორტული იყო. ჩემთვის ხო, აი ფეხი ერთადერთი აი უკანა მუხრუჭის ცოტათი მიშლის რა, იმიტომ რომ ფეხი ძალიან უნდა ავწიო ზემოთ. ეს ხო არ და აი რაღაცა მეჭიმება. რეგულირება შეიძლება ამისი, რა თქმა უნდა და ეგეც დიდი პრობლემა არ იქნება. გვაქვს 86 ცხენის ძალა, 98 ნიუტონმეტრი თორკი, რომელიც ძალიან კარგად გადმოაქვს ჯაჭვით ჩვენს მოტორს და არის იდეალური, რა ვიცი. მე ძალიან მესიამოვნა. საკმაოდ სწრაფი არის, კი 86 ცხენი აქვს, მაგრამ სწრაფს რას ეძახიო ახლა კრუიზერისთვის ძალიან სწრაფი არის. ტრაგზეც ალბათ ნახავდით, რები აკეთა ამ მოდელმა. ოღონდ ის სავარაუდოდ არ იყო ავტომატიკა და იყო ჩვეულებრივი მექანიკა, ამ მოდელს ეგეთებიც ყავს. ასევე არის ტიპტრონიკი. დაქოქავ, დააჭერ ნეიტრალში იქოქება, დააჭერ დეს და всё, ავტომატიკა არის. ჩაგდებული არის სიჩქარეში და გააჩერე წადი დაძარი თუ ნეიტრალში ჩაგდება მოგინდება. შეგვიძლია აქ ნეიტრალის ღილაკიცა აქვს და დააჭირო ნეიტრალ. ერთი მინუსი რაც აქვს კიდე ამ მოტოციკლეთს ის არის რომ რევებს ვერ აკეთებ ესე რა. ვუმს ვერ შვები რა და ამიტომ უნდა ჩააგდო ნეიტრალში და ისეკნა. კონუს მოუჭირო და გააკეთო არ გამოდის. ეგ უნდა დაგავიწყდეს, იმიტომ რომ აი ტარებისას სულ თავიდან რომ დავჯექი, ჯერ ხო კონუს ვეძებდი, მერე ქვემოთ სიჩქარეებში გადართვას ვეძებდი, მერე დამავიწყდა რომ არ მქონდა, მეგონა რომ უცებ მოუჭირე და გაზს მივეცი რომ ხმა გამომეცა, მაგრამ ჩემ ფეხები გავარდა მოტოციკლეტი. ეგ ცოტა ეს არის, მისაჩვევი ამბავი არის რა, ზოგადად გაჩერების დროსაც სულ ვცდილობ რომ კონუს მოუჭირო, პირველში ჩავაგდო რაღაცა, არაფერი არ არის ეგრე საერთოდ, უბრალოდ უნდა ატარო მოტოციკლეტი. ციმციმებიც არის ლედ-განათება, რა ვიცი, ვისაც აფრიკათვინი გიტარებიათ, იგივე გამოცდილება არის, როგორც აფრიკათვინზე არის რა. ამ ძრავის შეგრძნება. დიზაინითაც, რა ვიცი, ეს დიზაინი ძალიან საკამათო თემა არის ზოგადად, იმიტომ რომ ახლა გემოვნება ვის როგორია, ქვის რა მოწონს. მე მაგალითად მომწონს. არ გიждდები მართალი გითხრათ, აი ფრეიმი არ მომწონს რა ეს, მაგრამ არც ის არ არის რომ უყურებ და რას გავს. ამ მოტოციკლეტის ახლის ფასი არის $10,000 და ეს ფასები თამაშობს სულ ხან $9,100 ღირდა, ეხლა $10,000 ღირს. ალბათ წლების მიხედვით არის ხოლმე და ინფლაციის მიხედვით სავარაუდოდ. ამ ფასში შეგვიძლია შევადაროთ ისევ Harley Davidson Sportsters, ვინაიდან რადგანაც Yamaha სხვა არ ყავს ვიდრე 950-იანი Bolt-ი, იგივე ფასია ისიც და შეგვიძლია რომ მაგასაც შევადაროთ. ასევე ინდიანი სკაუტი, ბობერიც და ჩვეულებრივი სკაუტიც და
ჯდომის ერგონომიკაც დაახლოებით იგივე აქვს, რაც ამას აქვს რა. ხო, ამ კონკრეტულ აქ შეცვლილი გამშვები არ არის გადაკეთებული და არ არის ხელით გაკეთებული ნაჩალიჩარი, ესე ვთქვათ. არის გამშვები, რომელიც სახელი აღარ მახსოვს, რომელი გამშვები არის. იქნება ეწეროს სადმე. არა წერია, კომენტარებში ჩავწერ მე, კი არა და აღწერაში ჩავწერ მე, რომელი გამშვები არის და ხმასაც მოგასმეინებთ ახლა. ეს არის და ეს ახლა დავსწრეთ, გავიაროთ ცოტა, გეტყვით ჩემს პირველ შტაბეჭდილებებს, 5 დღის შტაბეჭდილებებს, რაც მოვახერხე რომ შემეგროვებინა. თქვენ შეაფასეთ მე დაწერეთ კომენტარებში რა მოგეწონათ, ისევ და ისევ რა დავაკელი და რა გინდოდათ რომ გენახათ, შემდეგ ვიდეოებში გავითვალისწინებ. ავედით. დაძვრა ესე ხდება და ნეიტრალში იქოქება, რილაქს ვაჭერ დეში და всё, წავიდა. ძალიან უცნაური სამართავია. წეგანაც აღნიშნე რომ აი სულ ვეძებ კონუსს, მაგრამ არ არის. სარკეებშიც ჩანს ყველაფერი. ავტობანზეც ვიყავი გასული და ძალიან კარგად დადის ამ თავისი 233 კილოგრამი თავისა შვება მაინც. გზაზე დაწეპებული ხარ. ძალიან ჩატეც არ არის რა. მაგას ვამბობ და სკამი არ მომეწონა რა. ძალიან მატკინა საჯდომი. ზუგა დანარჩენი ქალაქში სასიარულოდ კონუსი არ გჭირდება, სიჩქარების შეცვლა არ გჭირდება. ჩემი აზრით კარგი არის რა. უბრალოდ რაღაცნაირი უცნაური შეგრძნება არის თავიდან რომ ზიხარ. მიუჩვეველი ავტომატიკა მოტოციკლეტი თან ანუ არც ვარიატორია და არაფერი. ხმა გესმით ალბათ აი სიჩქარეში რომ თავს რაღაცა ხმა აქვს. აი და სხვა ვიდეოებიც ვნახე და ყველას ესეთი ხმა აქვს რა. არ არის არაფერი არ ჭირს ანუ ეგრე არ. არის ტიპტრონიკი ასევე, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ავტომატიკაში, აი ხა სტანდარტით რო დავდივარ. ცდილობს რომ ეკონომიურად იაროს და შეიძლება 50-თან 60-ით მივდიოდი და მე-6-ში იყოს ჩაგდებული. ხო, დამავიწყდა წეღა რომ მეთქვა რომ 6 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი აქვს. ხო და აღმრძე რომ მიდიხარ და მე-6-ში გაქვს ზალა გაკლია რა, გონია რომ მოტოციკლეტი გიქრება, აი ხა ჩაქრება, მაგრამ არ ჩაქრება, მაგრამ აი შეგრძნება გაქვს და ძალიან მარტივად შეგიძლია აქვს ღილაკი ჩამოვაგდე ხა ხელით. კიდე ჩამოვაგდე. აქ აქვს მინუსი და წინ აქვს პლუს ღილაკი. შეგიძლია ავტომატიკაში როცა არის ეგრე იხმარო, ჩამოგდება გადართვა, როცა ხვდები რომ აგვიანებს ან ძალიან ადრე გადაგირთო, შეგიძლია ხელი მიახმარო, რაც ძალიან კარგი არის და აქ აქვს კიდევ ერთი ღილაკი. მანუალ და ავტო აწერია. შემიძლია ახლა დავაჭირო და всё, მანუალი არის. ტიპტრონიკით, ღილაკებით შემიძლია რომ ვაკონტროლო. ახლა მაგითი ვივლი. წვა აქვს სადღაც 5-6 ლიტრი რა. ძალიან კარგი წვა არის. თუმეტეს 13.6 ლიტრი ბაკი არ არის ახლა იმდენი რომ ძალიან დიდ გზაზე გეყოს და კარგია რომ ცოტა აქვს წვა და მეც გაგატარებს. როგორც თქვი უკვე რაღაც 220-225 კილომეტრამდე გატარებს, რომელიც სავსებით საკმარისი არის რა. ეს შერეული გზაზე ალბათ უფრო მეც გაგატარებს. ჯერჯერობით არავის გაუჩერები ვარ ამ რაღაცა დებილური კანონის გამო, არც ჩემს მოტოციკლებზე და არც ამაზე. მეც ვიტყოდი აქვე რომ თვითონ კანონი კარგი არის, რომ იფიქრეს ამაზე, მაგრამ დამუშავება ჭირდება ამ კანონს და კონკრეტულად უნდა იყოს რაღაცეები გაწერილი, რა დროს, რის გამო და რატო ჯარიმდები და არა რაღაცა გონივრულ ეჭვზე იყოს დამოკიდებული ეს ყველაფერი. სისულელია უბრალოდ ესე, იცი რა არის, შენი ხმა მაღალია და ჯარიმა, ამ დროს ქარხნული გამშვებია შეიძლება. და სულ არ არის ის რა ქვია, ნაჩალიჩარი და რაღაცა, არ შეიძლება, რა ვიცი.
საკმაოდ სწრაფი არის და ამ თავისი თორქისგან გამომდინარე მე-6-დანაც კი აი ეგრევე უპრობლემოდ მიაქვს. რა ვიცი, ავტომატიკიდან გამომდინარე და წონიდან გამომდინარე, ჯდომიდან გამომდინარე ერთადერთი ძალა დიდი და მაინც მოვერიდებოდი დამწყებისთვის ნამდვილად არ მიყვარს დამწყები რომ დიდი ძრავით იწყებს ეგრევე არ არის მიზანსეწონილი და ურჩევდი გამოცდილ რაიდერებს ან ისეთ რაიდერს რომელიც უკვე ერთი წელია სიტყვაზე დადის რაღაცა დავალკუბატურიანი და უნდა რომ გადმოждდეს ცოტა დიდზე სრულიად თავისუფლად შეუძლია რომ ატაროს ეს მოტოციკლეტი არანაირი პრობლემა არ შეექმნება. ძალიან დაყვება მოტოციკლეტი, აი ძალიან დაყვება თან ცოტა სქელი საბურავები აქვს და იგრძნობა და ძალას მისცემ და საკმაოდ კარგად დამჯერი მოტოციკლეტი არის. აი მოტრიალების კუთხე აქ კიდე ცოტა პატარა. შედარებით დიდი არაფერი, იმიტომ რომ ბოლომდე ეს რული არ იწევა კარგად რა. დიდი არაფერი, ისეთი პანიკა და ცუდი არ არის, მაგრამ სხვა ბაიკებთან შედარებით ოდნავ პატარა არის. ვწდი ავტომატიკითაც და ვწდი ტიტრონიკითაც 0-დან 100-ს. 0-დან 100-მდე ავტომატიკა Rebel 1100. ძალიან მაგრად გადის. 0-დან 100-მდე ტიპტრონიკი Rebel 1100. აქაც როგორც სხვა მიტკონტროლიანი მოტოციკლეტები შეგიძლია წამოდგე ფეხზე და დიდი ბაკი აქვს და შეგიძლია რომ მუხლების შემოარტყა ამ ბაკს და კონტროლი გქონდეს. სწორმასწორო გზაზე, რა ვიცი. დაბალზეც კარგად მუშაობს რა. 10000 ბრუნი აქვს, მაგრამ დაბლებზეც საკმაოდ კარგად გადის. ძალიან მომწონს რული როგორც არის. კარგად ვზივარ, არც ძალიან უკან ვარ, არც ძალიან წინ ვარ წაწეული ესე. საკმაოდ კომფორტული საჭე აქვს. აი ამაზე ვამბობდი, მე-4 მიუგორავ ეხლა. ჩამოვწიე ხელით მესამეში. ხმაც ძალიან სასიამოვნო აქვს ეხლა აი ამ გადაკეთებული გამშვებით. რომ მოვისმინე ხმა ორიგინალი გამშვები რაც არის, ჩუმი უხასიათო გამშვები აქვს. ზუსტად იგივე, რაც Africa Twin-ზე აყენია და კრუიზერისთვის ცოტა მე მგონია, რომ ზედმეტად ჩუმი არის. მეგობრებო, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ. ეს ბაიკიც იყიდება, არის 2022 წლის, გარბენი აქვს 8000 მილი. ფაქტობრივად ახალი მოტოციკლეტი არის, თლად ახალი არ არის, მაგრამ არაფერი არ არის ამ ძრავისთვის მით უმეტეს 8000 სადღაც 12000 13000 კილომეტრი არის, მე მგონი თუ არ ვშტები, არ ვიცი ამ მილებში ზეპირად ვერ გადამყავს. იყიდება და შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, დაგეხმარებით ამ ბაიკის ყიდვაში. არინანებთ, გირჩევთ, ძალიან კარგი ბაიკია, მით უმეტეს დღევანდელ თბილისში, სადაც არ მოგიწევთ სიჩქარეებში გადართვა. და ივლით თავისუფლად და წყნარად. ძალიან დიდი სკუტერი არის. ძალიან დიდი სკუტერი არის, რომელიც სკუტერთან არაფერი არ აქვს კავშირი, გარდა იმისა, რომ არის ავტომატიკა. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონებათ და ლაიქეთ ვიდეო, რა თქმა უნდა. გამოიწერეთ არხი, ძალიან დამეხმარებით ამითი. სადღაც 70-80% ისე უყურებთ, რომ არხი გამოწერილი არ გაქვთ და დააჭირეთ ღილაკს. გამოიწერეთ არხი, კიდევ ბევრი მოტოციკლეტი არის რიგში. თქვენც ბევრი ინფორმაციას მიიღებთ, დაგეხმარებათ არჩევაში, ან უბრალოდ ინფორმაცია გეცოდინებათ ჩემსავით მოტოციკლეტის ნერდი თუ ხართ. და მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო.